ტაო-კლარჯეთი საქართველოს ისტორიული რეგიონი. ტერიტორიულად სრულად მოიცავს მდინარე ჭოროხის აუზს და აღნიშნულ ტოპონიმს საზღვრები არ სცილდება მის საზღვრებს. ვიწრო გაგებით კლარჯეთი წარმოადგენს მდინარე იმერხევის ქვედა ხეობას, რომლის მარჯვენა ნაპირზე კლარჯეთის ცნობილი მონასტრებია, ხოლო მარცხენა ნაპირზე არტანუჯის ხეობაა, სადაც მდებარეობს დასახლებული პუნქტი კლარჯეთი. ტაო წარმოადგენს ჭოროხის აუზის ზედა ტერიტორიას, რომელიც იწყება მდინარე იმერხევისა და ჭოროხის შესართავიდან, ვიდრე ბაიბურთის ჩათვლით. ტაო თავის მხრივ იყოფა სპერისა და ტაონის ტერიტორიებად. ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარეობს შუა საუკუნეების ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლები, რომელთა დიდი ნაწილი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. ტაო-კლარჯეთის მნიშვნელობა საქართველოს განვითარებაში. რას ფიქრობთ, როგორი იყო იმ დროისთვის საქართველოსთვის ტაო-კლარჯეთი? ტაო-კლარჯეთი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ცენტრი იყო საქართველოსთვის, მე-19 საუკუნეებში ჩამოყალიბდა და როგორც ძლიერი საამთავრო, უკვე ის იქცა როგორც ქართველთა სამეფო, ბაგრატიონები სწორედ ამ ტერიტორიიდან იყვნენ და ტაო-კლარჯეთი იმიტომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და საქართველოს ისტორიისთვის, რომ სწორედ აქედან იწყება საქართველოს გაერთიანების პროცესი. სწორედ მისი მეფე დავით კურაპალატი იყო ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოს გაერთიანებისა და ამდენად როგორც გაერთიანების ინიციატორს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის. შუა საუკუნეებში ტაო-კლარჯეთი იქცა იმ ადგილად, სადაც დაიწყო ქართული სახელმწიფოების გაძლიერების პროცესი. ბაგრატიონების საამთავრო სწორედ აქ ჩამოყალიბდა ძლიერი პოლიტიკური ცენტრის სახით, საიდანაც მიმდინარეობდა ქვეყნის გაერთიანება. ამ რეგიონში აშენდა მრავალი მნიშვნელოვანი ტაძარი და მონასტერი: ოშკი, ხახული, იშხანი, არტანუჯი, ხანძთა, ოთხთა და სხვა მრავალი, რომელიც ქართული სარწმუნოების, განათლების, მწერლობისა და ხელოვნების მთავარ კერად იქცა. აქ ვითარდებოდა ხუროთმოძღვრობა, ფრესკული მხატვრობა და საკანონმდებლო დიადი ტრადიციები. ტაო-კლარჯეთს ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობაც, რადგან აკავშირებდა საქართველოს შავი ზღვისპირეთსა და მეზობელ რეგიონებთან. ამის შედეგად მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ერთიანი ძლიერი ქართული სამეფოს ჩამოყალიბებაში. ძალიან დიდი მნიშვნელობის იყო ძველად აქტიურად აქედან დაიწყო ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და კულტურული და ეკონომიკური ატმოსფერო არის დღესაც. მაგრამ დღეს კი ვიცით როგორი სიტუაცია და ის შემოგენებაში არის ეს ტერიტორია. მე-20 საუკუნეში აღმოჩენილი იქნა გიორგი მერჩულეს ნაწარმოები, რომელიც მოგვითხრობს საქართველოს უდიდესი სასულიერო პირის გრიგოლ ხანძთელის ტაო-კლარჯეთში მოღვაწეობის შესახებ. ტაო-კლარჯეთში ჩასულ გრიგოლს არაბების მიერ გაუდაბნოებული ტერიტორია დახვდა. რადგან მტერს ნაკლებად მიუწვდოდა ხელი ამ ტერიტორიას, გრიგოლ ხანძთელმა შეძლო მისი აღდგენა. მე-15 საუკუნიდან დაიწყო ტაო-კლარჯეთის დამორჩილებისთვის ბრძოლა. ის იყო საქართველოს კარიბჭე. ანუ პირველი კუთხიდან შემოდიოდა და შესაბამისად პირველ დაფას ეხარე იღებდა, რაც აგვართვის, ასე რომ ვთქვათ, პირველი ეხარე იყო. ანუ საქართველოს დაშლა დაიწყო და ჩვენი ტერიტორიების ვითვისება დაიწყო. პირველი თავისთავად, ანუ პირველი რომელიც შეფეროდა წინ იმას აგვართვება ყველაზე ადრე. ხო, ამიტომ იყო რომ ეხარე პრობლემა ახლა და იმ კუთხით რო არის ხარისა, ხო. სამწუხაროდ ეს იყო, რომ პირველი მოწინავენი იყვნენ ისინი და შესაბამისად რომ დავგარგეთ პირველი მაგ ტერიტორია დავგარგეთ. მე-16 საუკუნეში დაიდო ამასის ზავი, რომლის თანახმადაც ირანმა დაიტოვა აღმოსავლეთ საქართველო და სამცხე-საათაბაგოს ნაწილი, ხოლო ოსმანეთმა დასავლეთ საქართველო. ზავის გამეორების დროს სამცხე-საათაბაგო, ანუ სამხრეთ-დასავლეთ საქართველო მთლიანად გადავიდა ოსმანეთის ხელში. სადაო ტერიტორია საქართველოსა და თურქეთს შორის არ ყოფილა, ჩვენ და გასაოცარ ეს ტერიტორია სადაო იყო რუსეთსა და თურქეთს შორის. რუსეთ-თურქეთის 4 ომი მიმდინარეობდა მე-19 საუკუნეში ჯერ კიდევ და ეს ტერიტორიები და მასთან ერთად აჭარაც და ჩვენ და საბედნიეროდ აჭარა მაინც შევინარჩუნეთ, გადადიოდა ხელი და ხელში. და საბოლოოდ, რითაც ჩვენ დავკარგეთ ტაო-კლარჯეთის ტერიტორია ეს არის 1921 წლის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია მიაქცეთ ამოსყურებლება
საბჭოთა რუსეთსა და საბჭოთა საქართველოს შორის. და ამ ხელშეკრულების თანახმად გადაწყდა, რომ ართვინი, არტაანი და ყარსი გადაეცემოდა თურქეთს. და თქვენ წარმოიდგინეთ, აღარც საბჭოთა საქართველოა, აღარც საბჭოთა რუსეთია და ეს ტერიტორია არის დაკარგული. დღესდღეობით ტაო-კლარჯეთის ტერიტორია თურქეთის შემადგენლობაში შედის. თქვენი აზრით, რამდენ მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა ტაო-კლარჯეთის ტერიტორია დღევანდელი საქართველოსთვის? ტაო-კლარჯეთის ტერიტორია, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობის ტერიტორიებია და დღეს რომ ეს საქართველოს შემადგენლობაში იყოს, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ძალიან კარგი იქნებოდა. ასოთიც ერთი მნიშვნელოვანი არის, რომ ის რომ ჩვენ შემადგენლობაში იყოს, იქნება რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელიც და სასარგებლოც და სიტყვებითაც ვერ გამოვხატავთ იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მას ჩვენი ქვეყნისთვის. პატარა ერთი გოჯი მიწის დაკარგვაც კი ტრაგედია უნდა იყოს ყველა ქვეყნისთვის სინამდვილეში და ჩვენ უზარმაზარი ტერიტორია გვაქვს დაკარგული. როგორ თვლით, შეძლებს თუ არა საქართველოს იმ ტერიტორიის დაბრუნებას, რაც დაკარგულია, რა შედეგები მოყვება ამ მოვლენებს და არის თუ არა შესაძლებელი იმ ღირსშესანიშნაობების აღდგენა, რაც დღეს ტაო-კლარჯეთში განადგურებულია? ხო, ეს ცოტა მტკივნეული საკითხია და მტკივნეული კითხვაა ჩემთვისაც, იმიტომ რომ აი გავაგრძელებ წახანძელს. რადგან ხელშეკრულებას აწერდა და ყარსის ხელშეკრულებას ელაპარაკე არ მithქვას, რადგან ხელშეკრულებას ხელს აწერდა საბჭოთა საქართველო, საბჭოთა რუსეთი და მასთან ერთად საბჭოთა სომხეთი და საბჭოთა აზერბაიჯანიც, ანუ ფაქტობრივად ამ ხელშეკრულებით უნდა განსაზღვრულიყო რუსეთის და თურქეთის საზღვარი. და ხელი მოაწერა რუსეთმა ამ ხელშეკრულებას ისე, რომ საქართველოსთვის არც არაფერი უკითხავს, არც არანაირი ინტერესი ქართული აქ არ ყოფილა გათვალისწინებული. და ყველაზე კარგი შანსი ამ ტერიტორიების დაბრუნების იყო მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. საბჭოთა კავშირი როცა დაიშალა და ეს სახელმწიფო აღარ არსებობდა, საქართველოს უნდა ჩემი აზრით დაეყენებინა დღის წესრიგში ამ ხელშეკრულების გადახედვა და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და ყველაზე მტკივნეული ხელშეკრულება გააფორმდა 1921 წლის ოქტომბერში და ეს ხელშეკრულება გაფორმებული არის ოფიციალურად 100 წლის ვადით. ყარსის ხელშეკრულება გაფორმებული არის 100 წლის ვადით და შესაბამისად 2021 წელს, აი 4 წლის უკან ამ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა. მაგრამ არც არავის გახსენებია, არც არსად გაჟღერებულა. აი ხო ძალიან ცუდია, რასაც მე ვიტყვი, მაგრამ შანსი ამ ტერიტორიების დაბრუნების თითქმის არ აქვს. თითქმის სადღაც პატარა ნაპერწკალს და იმედს მაინც დავიტოვებ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, 100 წელი რომ გავიდა და ხელშეკრულება იყო 100 წლით გაფორმებული, ელემენტარულად ინიციატივა რომ დღის წესრიგში დაეყენებინათ გადახედვა. აი ამ ესეც კი არ მოხდა. ეხლა ხვალ გამოხდება მაგაც მაინც და მის პროგნოზირება ყოველთვის რთული და ძნელი არის. თითოეული ქართველის იმედი რა თქმა უნდა არის ის, რომ ეს ტერიტორია იყოს საქართველოს ნაწილი და საქართველოს შემადგენლობაში. და როგორც ვთქვათ, ახალი ტილივი არის ჩვენი ქვეყნის აფხაზეთი და შიდა ქართლი, ისევე არის ტილივი, რომელიც საუკუნეების ტილივი არის ქართველი ენის. როგორც იყო მაგალითად ილიას თაობაში, ისე არის უკვე ჩვენ თაობაში. რაც შეეხება იმ ძეგლების აღდგენას, რაც თქვენ იქ ნახეთ და ვიცი რომ ძალიან გულნატკენი ხართ, იქ არსებული სიტუაციით და მდგომარეობით, ამის მოგვარება კი შეიძლება, რომ ორ სახელმწიფოს შორის გაფორმდეს ხელშეკრულება ელემენტარულად ქართველებს მიეცეს იმის საშუალება, რომ იქ შევიდეს და ქართველებს მაინც მისცენ იმის უფლება, რომ ეს დანგრეული ტაძრები, დანგრევის პირას მისული ტაძრები მაინც აღადგინონ. როგორც კულტურული ურთიერთობა, აი ესეთთან ამ წუთში რაც ნახეთ თქვენ იქ რაც არის დარჩენილი და შემონახული, ის გადაქცეული აქვს თურქეთს როგორც ტურისტული ზონა, ხო? მაგრამ ისევ აი ამ კუთხით თუ კი აღდგებოდა, დარჩეს ტურისტულ ზონად, ოღონ აღდგეს და ნუ დაინგრევა, ხო? ეს
შეიძლება, მაგრამ რა ვიცი, ალბათ დადგება მაგის დროს, რომ ვიღაცა მოუვა აზრად, რომ მიხედოს ამ ტერიტორიას. ჩვენი პრობლემაში რომ იყოს, რა თქმა უნდა, ყველაზე უკეთესი რა იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ძველი ისტორიული მიწა-წყალს დავიბრუნებთ და ისტორიული ქართველებიც, რა თქმა უნდა, შესაბამისად მათი ინტეგრირება მოხდება ჩვენ საერთო ქართულ სახელმწიფოში. მაგაზე კარგი დაიჭირა, მაგრამ კიდევ ერთხელ მომენტი. ხვალ რა იქნება, მაგის პროგნოზირება მომაკარებს არ შეუძლია. ახლა ისიც საკითხავია აი იქ მცხოვრებლებს. სულ მცირე ნახეთ, 1 საუკუნეა გასული, სულ მცირე სამი თაობა, 4 და მეტი, უნდათ კი გაბრუნება? აი ესეც საკითხავია. იმიტომ რომ საბჭოთა პერიოდში საბჭოთა საქართველოსაც აი ტაბუდადებულ თემად ქონდა ეს თემა და იქაური ხალხი რამდენად არის დღეს მზად იმისთვის, რომ დაბრუნდეს, მე არ ვიცი. 1921 წელს მოსკოვის ხელშეკრულებით ტაო-კლარჯეთი თურქეთის ტერიტორიად გამოცხადდა. მიუხედავად ამისა, ეს მიწა კვლავ რჩება ქართული ისტორიისა და კულტურის განუყოფელ ნაწილად. როგორც ვახსენეთ, ტაო-კლარჯეთის მონასტრებში დიდი სულიერი და საგანმანათლებლო აღშენებლობა დაიწყო, რასაც სათავეში გრიგოლ ხანძთელი ჩაუდგა. აქ იქმნებოდა ხელნაწერები, მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და ვითარდებოდა განათლება. მან გაამკაცა მონასტრული წესები, გადამტკიცა ქრისტიანული ცხოვრება და ეკლესია ერთიან ძლიერ ორგანოდ ჩამოაყალიბა. მისი ხელი ემჩნეოდა არა მხოლოდ ტაო-კლარჯეთს. უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი იმერეთში სწორედ გრიგოლ ხანძთელმა ააშენა. მისმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო ქართულ მიწებზე მოსახლეობის გაერთიანებას, სულიერ გამხნევებას და ეროვნული თვითმყოფადობის გაძლიერებას იმ პერიოდში, როცა ქვეყანას ანადგურებდა გარემტერი. გრიგოლ ხანძთელი იყო ადამიანი, რომელმაც ტაო-კლარჯეთი გადააქცია ქართული კულტურის, განათლებისა და რწმენის ცენტრად და საფუძველი ჩაუყარა საქართველოს სულიერ კულტურულ გაძლიერებას. ტერიტორიის დაბრუნება ამ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია, თუმცა კულტურული თვალსაზრისით ტაო-კლარჯეთის დაბრუნება შეიძლება კვლევებით, ცნობიერების ამაღლებითა და კულტურული თანამშრომლობით. ტაო-კლარჯეთი შეიძლება ვეღარ იყოს საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ ის ყოველთვის დარჩება ჩვენი ეროვნული იდენტობისა და კულტურის ნაწილად.